უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რამდენიმე დღის წინ დაადასტურეს, რომ ეროვნული წარმოების ფრთოსან რაკეტებს კიევი უკვე აქტიურად იყენებს. საილუსტრაციოდ კადრებიც გავრცელდა. ასევე წარმოადგენეს ბრძოლაში გამოცდილი სხვადასხვა შეიარაღების ნიმუში, მათ შორის იყო ფლამინგო. ეს კი ფლამინგოს საწარმო ქარხანაა. ეს ქარხანა კომპანია Firepoint-ს ეკუთვნის. Associated Press-ის ცნობით, ამ კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო გაწევრიანდა. რადგან დიდ საერთაშორისო კომპანიად ვყალიბდებით, უნდა დავრწმუნდეთ, რომ ვიცავთ ყველაზე მკაფიო და საუკეთესო კორპორატიულ სტანდარტებს. ამიტომ გადავწყვიტეთ შევქმნათ საკონსულტაციო საბჭო. ჩემთვის დიდი პატივია, რომ მაიკ პომპეო არის პირველი, ვინც შემოუერთდა ჩვენს საკონსულტაციო საბჭოს 12 ნოემბრიდან. კომპანია Firepoint-ი ფლამინგოებს, დრონებსა და სხვა სამხედრო საშუალებებს გასაიდუმლოებულ ქარხანაში აწარმოებს. კიევში ამბობენ, რომ ფლამინგო მინიმუმ 4-ჯერ წარმატებით გამოიცადა ბრძოლაში. კომპანია Firepoint-ი საწარმოო აქტიურობის გაზრდასაც გეგმავს. კრიტიკოსები იხსენებენ კომპანიის წარსულს და მიუთითებენ თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტების მონოპოლიას და ბიზნესმენ ტიმურ მინდიჩთან სავარაუდო კავშირებზე. როგორც ცნობილია, მინდიჩი უკრაინის მთავარ ენერგეტიკულ სკანდალშია გახვეული და მისი სახელი უკრაინის პრეზიდენტთან დაახლოებულ პირთა წრესაც უკავშირდება. თუმცა უკრაინის ანტიკორუფციულმა სააგენტოებმა აღნიშნეს, რომ ისინი ფლამინგოს რაკეტის თაობაზე გამოძიებას არ ატარებენ. არ არსებობს კონკრეტული სიახლე ან განახლებული ინფორმაცია Firepoint-თან დაკავშირებულ გამოძიებაზე, ველოდებით შედეგებს. სრულიად ვთანამშრომლობთ კორუფციასთან ბრძოლის ეროვნულ ბიუროსთან, ვაწვით მათ ყველა მოთხოვნილ ინფორმაციას. ზოგადად ეს შესანიშნავი ნიშანია იმისა, რომ ასეთ რთულ ვითარებაშიც კი ჩვენი ანტიკორუფციული სამსახურები კვლავ მუშაობენ. Firepoint-ის ხელმძღვანელები ამბობენ, რომ მათ დასამალი არაფერი აქვს და მოქმედებენ საომარი მდგომარეობის მკაცრი პროტოკოლის შესაბამისად. მათ შორის დამოუკიდებელი აუდიტის ჩატარებაც კი დაავალეს გამომძიებლების დასამშვიდებლად. გამოძიებით კი ცდილობენ დაადგინონ, გაზარდა თუ არა Firepoint-მა კომპონენტების ფასი ან დრონების რაოდენობა თავდაცვის სამინისტროს კონტრაქტებში. იკვლევენ კომპანიასა და მინდიჩს შორის შესაძლო კავშირებსაც. მნიშვნელოვანია, რომ უკრაინის იარაღის ეროვნულ წარმოებას ძალიან ეხმარება კერძო შემოწირულობებიც. ჩვენ ვხედავთ, როგორ ეფექტურად მოქმედებს უკრაინა რუსული ენერგოობიექტების წინააღმდეგ. ჩვენ უკრაინელების დახმარება გვსურდა. ორ დღეში 500,000 ევრო შევაგროვეთ. ჩეხეთში ცხოვრობდა ცნობილი მეცნიერი, სახელად დანა დრაბოვა. ის ჩვენი დიდი მხარდამჭერი იყო. სამწუხაროდ იგი 6 ოქტომბერს გარდაიცვალა. გადავწყვიტეთ ეს კამპანია მისი სახელით გაგვემართა. შედეგი გამოიღო. კამპანია რომ მის სახელზე იყო ორგანიზებული. სწორედ ამიტომ შევძელით თანხის 2 დღეში შეგროვება. კომპანია Firepoint-მა, რომელიც ნაკლებად ცნობილი იყო რუსეთის სრულმასშტაბიან ინტერვენციამდე, მალევე მოიპოვა პოპულარობა. ამბობენ, რომ კომპანიის შემოსავალს 1 მილიარდი დოლარი წარმოადგენს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ დანიაში აშენდება სარაკეტო საწვავის ახალი ქარხანა, რომელიც Firepoint-ის მომარაგების ჯაჭვში ჩაევლმება, თუმცა მანამდე კი გამოძიებამ უნდა დაადგინოს, იყო თუ არა კომპანია დაკავშირებული კორუფციულ გარიგებებთან.